აი გოგო რა უფროსი ხო გადამატანი ამ 20 წამს არა მეთქი მე უნდა დავიწყო მე ისა კაცო ამ ტყუებმა რომ მიცაკუთრეთ ეს ხუთი მე ხარ მაგ თუ რაში არ ვერ გავიგე ბაცო როგორ ხარ რა როგორია რატო არ დამიძახთ ფესტივალზე რა ქნათ ლუკა მამა უმასე თქვა მარტო ტყუებს ვაძლევ კურთხევასო მე რა დაუწუნე ჩემ ტყუის ცალძმას კაფისებ ერთი რა დაუწუნე მოიცა შენ ძმა ყავს დიახას ყავს ვინ არის ვინ არის და ჩემი ძმა არის რავა ნაკლები წურო არის ესე თუ ვინ არის წინაბრად ეკუთვნის მაგერი გუჩი ჩვენ და ჩაგარიცო და შეგვირა ფერმა თამაშით და ისეთი ხუმრობები მაქვს დაგწყვიტავ ყველა სიცილისგან რა კაი თვითანა ასია ჯობია მე მაგრამ მანამდე და ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადაუხადო ნომერ მეორე საჯარო სკოლის დირექტორ ვეთხვაძეს ხო გითხარი როგორ უნდა გამატებია ეს მეორე სკოლა შუაში რატო და მაგენი ყოველდილაძე საქართველოს მსხორთავ მეც მეღვიძება და პატრიოტული სულისკვეთებით მეომართები გიმნაზიისკენ მასე თუ არის მე ის მაგობელი წიუნა იყო ბატონო შენ საფთან ახალი ტრენაჟერები დაგიდგეს უნდა დაგვიდგა ან ჩვენ ასუაში ვართ საერთოდ მაგაში მაგე დაუდგეს იური როსმანაშვილს კაციშვილს არ ვაბარებს ტრენაჟერებზე მეც თამაშობ. კაი. დაუშვათ ეს ვათამაშეთ. ეს რა ბატონო უნდა ვათამაშოთ? გოგო შუბათ. გოგო მასწავლებლის ბავშვი ყოფილა. კი, სასწავლიან უნდა გითხრათ. მიდი აბა. ჯენიფერ ლოპეზი. ხარაგოულები ყოფილა. ისე აშენდება ხარაგო. ხარაგოული ბიჭო. ყველა ინტერვიუში იმას იძახის რომ ამერიკელი ვარ და რა ხარაგოული არ მოფოდი. მართლა მასი ამბობს. ხო. მასი არის ბიძია. გაცდებიან ხარაგოულს აღარ ასოფენ მშობლიური უფლისება. აი განერეთ ახლა მაგ ყველაფერს თავი და ჩვენი მისამება გავაგზავნოთ ხარაგაულზე ინფორმაციებით. კი ბატონო. გიმნაზიის მოსწავლეს უკვე 30 წელიწადი არაც ფორმა აცვია. გიმნაზიაზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ბავშვმა სექტემბრიდან ფორმა უნდა შეიცვასო. სამაგიეროდ ჩვენ აღარ მოგვიწევს ფორმის ჩაცმა. რატო და გიმნაზიას სხვა სკოლებისგან რა მithom და იყოს გამორჩევა? ხარაგაულში უკვე მესამე აფრიკა ხარისხა. რითიც კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ღმერთიც სამობით არის. გიმნაზიის სიმყოფზაღლებს ყველაზე მეტად თორნიკე ბაყურაძის და მეორე ბოშის შეშინია. თორნიკე ბაყურაძეზე გამახსენდა. ბატონმა თორნიკემ ახალი ავტომობილი შეიძინა. მოდით ნახოთ თუ როგორ ესაუბრება ბატონი თორნიკე თავის ავტომობილს დილით. გიმნაზიას მსოფლიოში ყველაზე ფეშენ დირექტორი ყავს. კითხე თუ არ გითხეთ? მიდი და კითხე ახლა. გუშინ მეშვიდე გაკვეთილზე მაგარი ცუდა ვიყავ. ой, ბიჭო რა ჭიდა? რა ჭიდა და ყარაულის ჭაჭა, ვალოდიას ღვინო და თორნიკეს გამოყვანილი სალა ერთად ილეოდა ორგანიზმი. რითი დგა ხარ ტექსტი ვიდეო? ახლა კი გვინდა სცენაზე მოვიწვიოთ სახალხო პოეტი სპარტაკ ლაცაბიძის პრემიის ლაურეატი გესოვიჩ ჩხერელი. როგორი ეს კაცი?
ვინ იყოს დამწვარი და თუნდა იყოს ობი. მაინც შეჭა ისე მიყვარს ნაკრანოს ობი. ერთიც კიდე, ერთიც. ორი წუთით, ვაგრძელებთ. ავტობანზე წვერს უთყავს მის ნარელი იაგო. ვინაიდან ჩამოსახლებს ვერაფერს ვერ მიაგო. ახლა როცა მოვკვდე სასაფლაო გამიკეთეთ გრანიტი კიდევ კარგი რომ გაგვიხსნას დეილი და მაგნიტი ახლა კი მინდა შევგთავაზოთ ახლა დაწერილი თოთოლებს კიდევ კარგი ცოცხლები ვართ სუნთქავ საბედნიერად ერთადერთი რაც გვიშველის ლოცვა გავაძლიეროთ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გამოსვლით უკმაყოფილოები ათხრათ. ხომ
გაგიგიათ, არ განიკითხოთ და არ განიკითხებთ.